არ არის გამორიცხული და რეალურია, რომ მართლა სამაგალითო სახით რამდენიმე ფიგურას იმისთვის რომ მათ შორის გამოცხადება მოხდეს, აი რასაც დაგპირდით, ვასრულებთ, თქვა ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტია აიკრძალოს და შეიძლება იქ რამდენიმე ფიგურას პირობითად სააკაშვილს, ხაბეიშვილს და რამდენიმე ფიგურას ოფიციალური სტატუსის დაკავება აიკრძალოთ, ხო? მაგრამ ამის იქით ძალიან დაბალი ალბათ მგონი რომ ასე მთელ პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალოს ვინმე, იმიტომ რომ ეს არც უნდათ. მათ უნდათ რომ შეინარჩუნონ პოლიტიკური ინსტრუმენტი საშიში ნაცების მოbrunების საფრთხის მატარებელი ოპოზიციის სახით, ამიტომ მათ დატოვებენ დემონსტრაციას მოუხდნენ რომ ჩვენი კეთილნებით არსებობთ და იარსებეთ იმისთვის რომ ჩვენი რეალური ალტერნატივა გაჩენადი არ იყოს. ან ამათ დატოვებენ, შეინახავენ, უბრალოდ მოაქცევენ ლეგალურ ფარგლებში, რომლებიც მათ გარე მხარდაჭერით რევოლუციების მოწყობის ამბიციებს მნიშვნელოვნად შეუკვეცავს. ანუ იქნებიან სისტემური ოპოზიცია. აი როგორც ლელო შანს რომ უფრო უახლოვდება სისტემური ოპოზიციის სტატუსს. ეგრე გააფორმებენ მთელ ამ გვარამიებს, ზურა ჯაფარიძეებს, ხოშტარიებს. აი ამათ გააფორმებენ ეგრე სისტემურ ოპოზიცია და ეყოლებათ მაგ სტატუსში იმისთვის რომ რეალური ოპოზიცია გაჩენადი არ იყოს.